მოგესალმებით მამაქალაქიდან, როგორც ხედავთ, დღეს არის შესანიშნავი ამინდი, იმისათვის რომ დღეს მოეწყოს ქუთაისში წყვილთა რბოლა, მას ორგანიზებას უწევს ქუთაისი Car Meet-ი, ასევე ქუთაისის ოფიციალური BMW-ს კლუბი და რა თქმა უნდა მათ გვერდით არიან ქუთაისის მუსტანგერები. ჩვენ თბილისიდან ჩამოვედით, რომ დღევანდელი დღე დავაფიქსიროთ, იყოს დასამახსოვრებელი, ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის პირადად და რა თქმა უნდა აქ არიან ძალიან ბევრი ავტომოყვარული ადამიანები და აი ესეთი რაღაცები რომ კეთდება, ეს არის ძალიან მისასალმებელი და ყველასთვის სასიხარულო ამბავი. დღეს იქნება შესანიშნავი დღე, იქნება აუცილებლად დასამახსოვრებელი მაგარი ვიდეო. დემნა არის მოკლედ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იღებს მონაწილეობას, ლომის წვლილი მიუძღვის მას დღევანდელ დღეში და მე მინდა მას შევეკითხო, თუ ჩვენს გვერდით დღეს ვინ არიან, ვინ შეგვიწყო ხელი, რომ ეს იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქუთაისის მერიას, ქუთაისის მერიის გარეშე ფიზიკურად ვერ გავაკეთებდით ამ ყველაფერს და მე დანარჩენი უკვე ბიჭებს, ვინც იყო BMW Official Federation-ი, Car Meet ქუთაისი და ჩართულია ბოლომდე Mustang Team of Georgia-ს ბიჭებიც, რა თქმა უნდა, ამ აქტივობაში. თავისთავად. ხედავ სახანძროსაც აქ. რა თქმა უნდა, გვეხმარება მუნიციპალური მერია, გვეხმარება დიდი დახმარება გაგვიწია იმერეთის გუბერნატორმაც და დიდი მადლობა პატრულის ბიჭებს, ეკიპაჟებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ. ძალიან კარგი. ასევე შეგეკითხები, ხომ არ იღებ შემთხვევით მონაწილეობას დღეს შენს? დღეს მე არ ვიქნები წარმოდგენილი ამჯერად, მაგრამ ველოდებით ჩვენს ძმას რაჭიდან, რომელიც მუსტანგით მიიღებს. ლაშა პატარიძეს ალბათ. GT-ით ლაშა პატარიძე. ძალიან მაგარია. ლაშა წინა ვიდეოდან ჩვენ მეგობრებო ყველამ ვიცით, რაჭაში მასთან ვიყავით ხვანჭკარაში, სტუბრად. ეგ ვიდეო უკვე ცნობილი არის თქვენთვის და ის მიიღებს დღეს მონაწილეობას, რაც ყველასთვის არის სასიხარულო და ლაშას ვისურვებთ წარმატებებს. Mustang Team of Georgia გულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, ლაშა პატარიძეს. ანუ ესე იგი მუსტანგებიდან მხოლოდ ლაშა იქნება წარმოდგენილი შეჯიბრებაზე, ხო? სავარაუდოდ ეგრე იქნება. ძალიან კარგი. ვინმე ექსპორტარ არ გადაწყვიტა კიდე. წარმატებები გენაცვალე და რაც შეიძლება ესეთი დღეები ძალიან ბევრი საქართველოში და ქუთაისი ყოველთვის არის ნომერ პირველი ამ ამბავში. გაიხარ. ჭეშმარიტ ხმას. მოკლედ ვემზადებით. დაიწყება ძალიან მალე. ჩვენი ლაშა რაჭიდან უკვე ჩამოვიდა პატარიძე, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და მას, რა თქმა უნდა, ჩვენ გულშემატკივრობთ. ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ის არის ფაქტიურად ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი მუსტანგების და მინდა რომ ძალიან გაიმარჯვოს. თუმცა, ცუდი ის არის, რომ წვიმა მოგვისრო და უკანა წამყვანი, ესე იგი, მანქანები, რომლებიც იქნებიან, ალბათ რაღაცა პრინციპში ვიდეოსთვის კარგი შოუ კი გამოვა მაგ მხრივ რა. 4-4-ემიც არის მშვენი რათილის. უკანა წამყვანებს გაუჭირდებათ. წინა წამყვანებს ივლიან სავარაუდოდ კარგად რა. შევხედოთ რა, მოკლედ მოვლენებს არ გავასროთ, მაგრამ ჩვენ თავისთავად ლაშა პატარიძეს გულშემატკივრობთ. ამ შემთხვევაში იქნა გამომდინარე, რომ ის არის მუსტანგის წარმოდგენილი. ხო და 4-4-ზე კიდე აგერ არის ჩვენი ძმა გიორგი, რომელიც შენი აუდი ზუსტი ის მითხარი? A7, ძრავი გითხარი 3-დან 0 კომპრესორი. თავის სიტყვას რა თქმა უნდა იტყვის. მას წვიმა ხელს ფიზიკურად ვერ შეუშლის და იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან საყურებელი ყველაფერი. ხარეთ ძმა. ვერ გიცანი, მაგრამ ეტყობა შენ გვიცნობ. კი, ნიკა, ჩაფიცეთ. მუსტანგების უდაები ვერ ჩაგიყარეთ მაშინ. შემოგევლე, გენაცვალე, ზემოგულში, გაიხარე, კაი კაცი. საბა, ეს არის ის ლეგასი, შენ რო გინდა? არა, მართლა ეს უნდა ამას რა. აუ ეს 3 და 6-ია მაგარის. 3 და 5-ია რა, იგი? არა, 3 და 6-ია, 2 და 5-ია და 3 და 6. სერგი ხა საით მიდიხარ? ეხლა მივდივართ ყავის დასალევად. პატარა მოთელვა ხომ უნდა გავაკეთოთ.
და თან ესე ამბობენ რომ ქუთაისში ისეთი მაგარი ჰავა არის და ხო ვიცით რომ მართლა მაგარი ჰავა არის ქუთაისში. ყავას კი არის განსაკუთრებული. ეხლა წავალ და დავაგემოვნებ. საბა შენს გინდა ყავა? ცუდი არ იქნებოდ. რომელი ყავა გინდა? მე ამერიკანულმა დავდიო. ლატე. ლატე, ოკეი, შენ ლატე. ლუკას? თოკას? ამერიკანო. რა თქმა უნდა, ჩვენ მუსტანგერები ვართ. თუ დავლევთ ამერიკულ ყავას. ოღონდ ქუთაისში, აი ეს განსხვავება არის. ქუთაისში, ჩვენს მამაქალაქში, არაჩვეულებრივ ქალაქში, ჩვენ გვინდა ყავა ამერიკანო და ერთი ლატე. კი, თითო შაქარი. ქუთაისში რაც არ უნდა სიცივე იყოს, მაინც სითბო არის და აბა რატო არის? მე მგონი იცით ხო ყველა? იმიტომ რომ ხალხია, თბილი, ხალხია, თბილი. იმეცენი ხوار გასიამოვნე. აბა რა ხდება ქუთაისში არის მშვიდობა? კი, მეთქვა და საბა. ეს მოხდეს მეთქვა მშვიდობა. შემოგევლეთ, ქუთაისში ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობთ? გაგაში არ ვარხოთ ნამდვილად. ორი ამერიკანო, ერთი და სასწაულები ხართ, სასწაულები. კი არ ხართ, ვართ. თბილისში არაა. როგორ არა, კაცო, თბილისშიც არის. რა თქმა უნდა, ქუთაისელი რა შეგვხვდება, თბილისში იგაცნობლები. ქუთაისლები არიან სადმე, რომელიმე უბანში ამ ბინაში არიან და ისე არა. სხვადასხვა არის ერთი განსხვავება ქუთაისელებსა და სხვა ქალაქის, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს შორის. ქუთაისელებს რაღაც განსაკუთრებულად უყვართ ქუთაისი. შეიძლება ითქვას ავანტყოფურათაც კი. ოღონდ მართლა ხუმრობის გარეშე ვამბობ. ბატონო ლუკა, ესე იგი, რაღაცა იდეები გაქვთ და გაგვანდეთ თქვენი იდეები. იდეებს რა შეეხება? ესეთ სიტუაციაში ახლა ვიღაცას ჩემნაირად შეცივდება, თან მოტოთი მოვედი და აუცილებელია, ანუ აუცილებელი კი არაა და ეს ამოჭერი. საპირფარეშოში მინდა ეხლა რო გავიდე და ესეთ სიტუაციებში ირგვლივ არ არის და სად შეიძლება რომ ვქნათ რაღაცა მოსაფიქრებელი, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. კი, მე გეტყვი. პარლამენტის უკან უნდა იყოს მაგის ადგილი. თუ არ ვსწრებ. რა პირდაპირ, აშენებული როა, კედელი მაგის უკან, ძმაო. კი, არის. всё, იდეები არის ეს. იდეები არის, კი. პარლამენტის უკან თუ არ ვსწრები სპეციალურად აშენებული არის დიდი საფრიფარეშო. ოღონდ არ ვიცი რამდენად მეც მაქვს, არ მჭირდება შენ. მიკროფონი მაქვს მეც. ძალიან კარგი. თუ არ, ოკეი, და თუ არ ვწდები, იქ უნდა იყოს ახალი დიდი საფრიფარეშო აშენებული და შეგიძლიათ იქ ვა, ძალიან მშვენია. სიტყვაზე თუ საფრიფარეშო არ არის, ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით სხვებმაც რომ იცოდეს სხვა ადგილებში. შენ ვიდეოს წინ გელაპარაკები, არის მეთქი თორე ახლა რო არ არის, ხო იცი შენს და რაც ხა ქენი ახლა რა, რაც ხა ქენი. ძალიან კარგი. წავედი მაშინ მე, აბა დავაწექი ბიჭებო და შეგხვდებით. სტატივი არ გავყოს όλ ჩემს. სტატივს დავიღებ, აბა. კარგი, და ბიჭი. სტატივი მინდა, კაცო. გამორჩეულია რა, იმენა გამორჩეულია, ძმაო. ამანქანას სხვადასხვა ისტორია აქვს დაწერილი უკვე. როგორც ხედავთ მეგობრებო, ხალხით ივსება ნენელა აქაურობა, ძალიან ბევრი მაყურებელი გვეყოლება, სავარაუდოდ, ამინდი არის შესანიშნავი, არ ზედმეტად სიცხე არის, არ ზედმეტად სიცივე, არის ყველაფერი ძალიან კარგად და ეხლა რა ვიცი, ველოდებით რა, ნენელა შეივსება, უკვე ავტომოყვარულები მზად არიან იმისათვის, რომ ამ შეჯიბრებას თვალყური ადევნო. ჩვენ თავისთავად ავიღებთ კადრებს და არაფერს არ გამოვტოვებთ, ყველაფერს აბსოლუტურად შემოგთავაზებთ ვიდეოში. რა ხდება საბა? რაო, ემზადები, ემოციური ემზადები? შემართება როგორი გაქვს? ძალიან ფურცელი მე. მეც არაჩვეულებრივი. მაგის შატა. ამინდის გამოვიდა და მე მგონი ყველაფერი მაგრად იქნება. უკანა წამყვანებსაც ეშველებათ სავარაუდოდ. შევდი შედიხ. მე არ შევდივარ. მე არ შევდივარ. სამაგიეროდ შევა აგერ ჩვენი ქუთაისის პრეზიდენტი, ჩვენი ლომკაცა, რომელსაც ესე იგი ცხენების მაგირვად რა ვიცი, მაისურზე მერცხლები ახატია, მაგრამ გამოდის პრიუსით. ეს კაცი გამოდის პრიუსით. ხო არ ვთქვა ჩემს სტაგერავა. აი დავიწყეთ სტარტი. აი პრიუსმას ანუ ჩვენმა საბათლაგაძემაც აიღო ერთი ჯარიმა. ეს ალაგზა. არ გავისურვე სტარტი, არ უნდა გავისურვე. არტი მოკლედ ფინიში პირველი გაიარა.
წინა წამყვანი კლუბის fucking name. Welcome to the underworld where everybody love the fuck. No looking back at these tracks. They fuck with coming Jack. What's up? To a pussy, pussy selling pussy. I don't need it, I ain't beat it. Come on, man, I'm fucking beat it. Baby, all this smoke, bitch, my lungs are fucking broke. Smoking too damn long, I'm paranoid. Look at me, I'm taller, boy. Ballin' like Ginobili, I'm acting out of Tony, boy. They see my dumb ass on the stage, looking at my fucking. Space is booming from the back. Grandpa had a heart attack. Sample that you hear the kick will kill us. ვიხილავთ ჩვენ ფინალისტებს, რომლებიც იბრძვიან პირველი ადგილისათვის და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მეგობრებო და პრინციპში რა არის გასაკვირი, ფინალისტები არიან ორივე ელექტრო ავტომობილები, ორივე Tesla-ს მოდელი. ერთი არის ლურჯი, მეორე თეთრი და ვნახოთ რომელი გაიმარჯვებს. კი ვეძახით უთოს, მაგრამ საკმაოდ კარგი შედეგები დადო ამ ავტომობილებმა. გინდა მანევრი, გინდა სისწრაფე, მოცულობაშიც კიდევ არის შედარებით პატარა მანქანა, ვიდრე დანარჩენი სხვები 4-4-ზე, მაგრამ უნდა ითქვას აუცილებლად, რომ მესამე ადგილი დაიკავა მაინც Subaru. ჩვენმა ერთ-ერთმა ფავორიტმა მანქანამ. მოკლედ სრულდება 4-4-ზე გამოსვლა. დავაკვირდეთ მოვლენები როგორ განვითარდება. თეთრი Tesla გაიმარჯვებს თუ ლურჯი Tesla. მე რასაც დავაკვირდი, მეტად გამოცდილი და კარგი მძღოლი არის ლურჯი Tesla-ის პატრონი, სუთო და შევხედოთ რა შედეგი დაიდება საბოლოო ჯამში. თუმცა ყველაფერი არის გამოცდილება და ის მძღოლები, რომლებიც დღეს იღებენ ძალიან მალე რამოდენიმე წამში გავიგებთ, რომელმა Tesla-მ გაიმარჯვა. რომელი Tesla გავა პირველ ადგილას ლურჯი, რომელსაც მართავს სუთო და გაიმარჯვა მან. კი ბატონო, სავარაუდოდ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ჰქონდა მხოლოდ ერთი ჯარიმა და 4 კოს არ ვიცი რამდენი ჯარიმა. შეიძლება ეგ იყოს 1-1. ძალიან საინტერესო არის ახლა. კი ბატონო, 1-1 არის. ანუ ესე იგი ვერ გადაწყდა გამარჯვებული რომელი არის თეთრი თუ ლურჯი Tesla. ისევ დაიწყებენ მოკლედ სტარტს თავიდან აიღებენ. სუთო ძალიან კარგ მანევრს აკეთებს, მშვენივრად შედის. ფინიშის პირველი გადაკვეთა. თეთრი Tesla ახლა შემოვიდა ფინიშზე. აბა დავაკვირდეთ რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან აინტერესებს მოკლედ ხალხს, მაყურებელს თუ რა ხდება, რომელი გაიმარჯვებს. მოლოდინი არის იმისა, რომ სავარაუდოდ ლურჯი Tesla პირველი გადაკვეთავს და ჯარიმებიც კი გონი თუ არ ვწდები აქვს მხოლოდ ერთი, არა, მესამე ჯარიმა აქვს. ლურჯმა Tesla-მ სუთომ პირველი გადაკვეთა ფინიში, მაგრამ ჯარიმების ხარჯზე არ ვიცი ზუსტად რომელმა გაიმარჯვა და ეხლა საჯები გადაწყვეტავენ. გადაწყვეტავენ თუ რომელი არის გამარჯვებული. ძალიან მაინტერესებს მეგობრებო, მე პირადად. ეხლა თვლიან წამებს. გამარჯვებული
მოკლედ გვაწვალებს ცოტა მსაჯი. მეორე გარბენია მეგობრებო რა. მაგრამ ეხლა გადამწყვეტი ხო იყო მესამე. საჯები ერთმანეთში ვერ ჯერდებიან ჯერ. მოკლედ გადაწყდა რომ კიდევ ერთხელ უნდა გავიდნენ სავარაუდოდ ძალიან გართულდა მოკლედ სიტუაცია. ფინალი საკმაოდ რთული შეიქმნა მეგობრებო და დავაკვირდეთ ახლა თეთრი თუ ლურჯი ტესლა გაიმარჯვებს და აიღებს პირველ ადგილზე გასული მძღოლი 500 ლარით დასაჩუქრდება. ასევე ერთ-ერთი კომპანია Valulaini 500 ლარის ვაუჩერს გადასცემს. მეორე ადგილზე გასული მიიღებს 300 ლარს და 300 ლარიან ვაუჩერს. მესამე ადგილზე გასული მიიღებს 200 ლარს და პლუს 200 ლარიან ვაუჩერს. დაიწყეს მოკლედ, აიღეს სტარტი. ჯერჯერობით თეთრი ტესლა უჯარიმოთ არის. კარგი მანევრით. ფინიშის პირველი გადაკვეთა მან. ახლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. უნდა გითხრათ, რომ ორივე ელექტროავტომობილი საოცარ მანევრს ასრულებს. საბოლოო ჯამში ვნახოთ, როგორ დამთავრდება. ყველა ელოდება, მოკლედ. კი ბატონო. გაიმარჯვა ლურჯმა ტესლამ გაიმარჯვა, მაგრამ მაინც უფრო დამაჯერებელი იქნება მსაჯის საბოლოო გადაწყვეტილება და ველოდებით მსაჯის გადაწყვეტილებას. კი ბატონო, ლურჯმა გაიმარჯვა მიულოცოთ ბიძინას სუფიძეს პირველი ადგილი 4-4 კატეგორიაში, 4-4-ზე წამყვანი კატეგორიაში. გილოცავ სუთო, ეს შენი გამარჯვება. არ იყოს პირველი, ამის შემდეგ კიდევ ბევრი მოგეგოს და გაგემარჯვებინოს. მოკლედ, რასაც ველოდებოდით მეგობრებო, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის, მით უმეტეს ადამიანებისათვის, რომელ ადამიანებსაც ძალიან უყვართ ვერვის ხმა, ეხლა გამოვა ძალიან მალე, დაიწყება კატეგორია უკანა წამყვანი და ჩვენი წარმომადგენელი მუსტანგერების წარმომადგენელი Mustang Team of Georgia's წარმომადგენელი ლაშა პატარიძე დაიწყებს ახლა რბოლას და მე მინდა რომ მას ვუსურვო წარმატებები. ძალიან საინტერესო იქნება და ვფიქრობ უკანა წამყვანი კატეგორია იქნება ბევრად ლამაზი და საინტერესო საყურებელი ვიდრე სხვა დანარჩენი კატეგორიები. დაველოდოთ. როგორ მონატრებია ეს სუნი, როგორ მომნატრებია, რა საოცარია, რა ძალიან მაგარი არის. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ერთ-ერთი მონაწილე სავარაუდოდ გამოეთიშება BMW-ს მფლობელი. წყალზე შეექმნა პრობლემა. თუ მოასწრებენ და ამ პრობლემას აღმოფხვიან, გააგრძელებს ასპარეზობას. Mercedes შეხედეთ როგორ უღებს, Mercedes-ი დააფიქსირე. ოპერატორო, თუ როგორ უღებს BMW-ს ეს პრობლემას. Mercedes-ის ფანებს აი ზუსტად ეს უნდათ. ეს შეიფსა. სასაურის წესლი დაანთეს მოკლედ რა, უკანა წამყვანმა კატეგორიამ შეიფსა. საოცარი არის მოკლედ. ხალხმაც იმათა მაყურებელი არის ბევრად მეტი ვიდრე იყო. მაჩიტას გამოჩნდა ასპარეზე, როგორც გითხარით, მან დაანთო უკვე ცეცხლი. გამორიცხულია ის არ გაჩერდებოდა. ისე გირაკლი მე უნდა ცოტა გავიცნო. მივალი კასტა.
იკა ვიდეოში რომ მოხდე ჩემთან უნებართოდ შეგიძლია გადამიღო ცხოვრების ნებისმიერ დროს. შემოგევლე გულში მე ვიცი თურმე ჩემზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო შეგიძლია გაავრცელო უნებართოდ და დამთვალე ყველა სოციალური. იკას მოკლედ მთელი საქართველო იცნობს, ყველასთვის არის უსაყვარლესი ადამიანი. ყველასთვის არა, მე გეუბნები ახლა ყველასთვის ხარ შენ უსაყვარლესი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ, ყველა ძალიან მაგრად უყვარხარ და ყველა პატივს ხსენს. მე ვიცი რომ იკა ძალიან მაგრად უყვარს ქუთაისი და ქუთაისელები და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ერთ-ორ სიტყვას რაღაცას გვეთქვის რა უხარია, რა მოსწონს და რა უნდა მომავალში. აი ამ საქმეში. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ესეთი ლამაზ სანახაობა შემოგთავაზეს, იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაც ესე ვთქვათ ივენტის ორგანიზება მარტივი არაა და თავმომბო და თავის მოყრა უნდა და იქ 1000 სირბილი და თავი და ბოლო, ასე რომ დიდი მადლობა მათ, რომ ესეთი ლამაზ დღეობა ჩუქეს, მადლობა ღმერთს, რა ვიცი, ძალიან მაგარი ამინდია ყველანაირად და ხალხი უნდა ვითხოვდეთ, რაც შეიძლება მეტი ავტომოყვარული, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდეს, ეხლა იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ ხალხის მოთხოვნა არ არის, ვერ მიხვდება რომ რა გინდა და რა არ გინდა. ამიტომ მაქსიმალურად ხმა ამოვიღოთ და თქვათ რომ გვინდა ყველა ქალაქში, რა ვიცი, ყველას შესაძლო ადგილას რომ ჩაატარდეს მსგავსი რაღაცეები, წყვილთაღრმოლა იქნება, ნებისმიერი ავტოსახის ღონისძიება იქნება. ხედავთ რომ ეხლა მშვენივრად არის დაცული ორგანიზების მხარე, უსაფრთხოება და ასე შემდეგ, ასე რომ წარმატებებს უსურვებთ მათ და მრავალი ესეთი კარგი დღეები ყოფილიყოს და მაქსიმალურად უნდა გამოვიდეთ ესეთ დღეებში, მაქსიმალურად დავიცავთ, იმიტომ რომ არ უნდა ხდებოდეს ქუჩებში არანაირი ესე ვთქვათ, არც გაზაობა, არც რბოლა, უნდა იყოს მაქსიმალურად ბევრი ესეთი ღონისძიება, რომ აქ დავიხარჯოთ ჩვენი ძალებიც აქ ვაჩვენოთ და ჩვენი ადრენალინიც აგამოვხოთ და რა ვიცი, თუ რამე გამოვუშვათ პოლიციასო. გენაცვალე და უთხარი რომ თან გამოიწერონ ჩემი არხი. რა თქმა უნდა, სერი გამოვიწეროთ თავისუფლად. გენაცვალე, მიყვარხარ ძალიან, შემოგევა, მადლობა. Riding with the chrome thing, roped out, riding with the chrome thing, riding with the chrome thing, roped out, riding with the chrome thing, riding with the chrome thing, roped out, riding with the chrome thing. Hot vessel with the blade and effect, yeah. Bring it back to base, see me going when I enter. I chemical the fingers of November. I'm on the these catapults, my wings surrender. Shoot your knees, give me S-Pass, მოკლედ ახლა მოხდა ესეთი სასაცილო ფაქტი. ჯერ პირველი ის რომ მოიგო BMW, მაგრამ არ ჩაუთვალეს იქიდან გამომდინარე რომ მან წესები დაარღვია და ჩაფუტი არ ეკეთა. შემდეგ თავიდან დადგნენ, ვერ დასტარტა BMW და BMW-ს მძღოლმა დაუქნია ხელი მუსტანგის მძღოლს, ჩვენს ლაშა პატარიძეს და ლაშა პატარიძეს შეეძლო რომ გაეგრძელებია ჩვეულებრივად და დაეფინიშებინა, მაგრამ მისი ადამიანური მიდგომით შევიდა მეორე მძღოლის მდგომარეობაში და მას დაელოდა ფაქტიურად და საგება, მაგრამ ესე მეგობრულად მიუდგა ამ შეჯიბს, ესე ვთქვათ და გააგრძელეს მოკლედ რბოლა. დღევანდელი დღე დასასრულს მიუახლოვდა, ოპერატორი ჩემი ძალიან გადაიღალა, მაგრამ მას ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის, მთელი დღე ფაქტიურად საბა არის ჩემთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს დღევანდელი დღისათვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სერგი დევიღალე წევედით. მერი ქუთაისის მერიას, საპატრულოს და ყველა იმ ადამიანს მონაწილეს, ვინც დღეს ასეთ ლამას შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრება გრძელდება, ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ უკვე მზე ჩავიდა ფაქტიურად, კარგი კადრების აღება იქნება ცოტა რთული. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ცოტა ადრე შეჯიბრების დამთავრებამდე ჩვენ გავიდეთ, იმიტომ რომ თბილისისკენ თან გვაქვს საკმაოდ დიდი გზა. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ამბავი, რომ ეს არის ჩემი არხის YouTube არხის გამოწერა. რა თქმა უნდა, თუ გადააზიარებთ, უფრო დაგვეხმარებით. თუ მოგწონთ ესეთი ტიპის ვიდეოები სერგის არხზე, დაწერეთ კომენტარებში და ჩვენც ვეცდებით რომ შემოგთავაზოთ 18 ასეთი სტილის და თან უკეთესი ხარისხის კონტენტი. ვიმედოვნებ და ჩემი დიდი სურვილი არის, რომ აი ასეთი შეჯიბრებები საქართველოში მოეწყოს ძალიან ბევრი. მით უმეტეს ქუთაისში არის იმის შესაძლებლობა და იმის ტრასები, რომ ეს გავაკეთოთ კვირაში ერთხელ თუ არა თვეში ერთხელ მაინც. ჩვენ თბილისიდან აუცილებლად ჩამოვალთ და შევუერთდებით აქ მყოფ ბიჭებს, რომლებიც იმდომებენ და ამ ყველაფერს აკეთებენ ძალიან ხარისხიანად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქუთაისის მერიას, დიდი მადლობა ქუთაისის საპატრულოს და ყველა იმ ორგანიზატორს, ვინც ესე კარგად და ლამაზად ჩაატარა ეს ყველაფერი. და კი ერთი რაღაც არ დაგოვისწეს რა.
ამის ხსენება მინდოდა ბიჭებთან, Mustang team-ის წევრებთან. მოკლედ ძალიან რაღაც ამბოლოს გძინოს რა და გაიღვიძეთ რა, გაიღვიძეთ ბიჭები. კვირაში ერთხელ ვხვდებოდით და რაღაცეები ყველაზე ხარ 20-ში ერთხელ ვხვდებით რა, პონტი არის ვერ. რა შეიძლება ხშირად მოვაწყოთ შეკრებები, ხშირად ვნახოთ ერთმანეთს. შემოგევლოთ, აბა კარგად. დროებით. მოიპოვა ვასომ ეს გამარჯვება. კიდე შეცდოი თუ არა მეჭვას. არა, გერა, ვასო. უკანა წარმოებაში პროგრამაში. და კიდე 200 ლარი. ორი медали ყოჩახს მოიზი. ვაუ, ლაიქის გასაშვების. ძალიან მშვენიერი პრიზია. ერთხელ ცხოვრებაში ალბათ ყველა შეცვლიესე უპასო შეცვლის ავტომობილში. და медали არის კი არა თავია, პროგრამის ვაუაი. იმის გამარჯვება. დამსახურებულად ასევე ვალოვის გადაეცემა 200 ლარიანი მოუჩერი 200 ლარიანი ვალოვაში მოუჩერი ეს ხოლო მეორე ადგილი დაიწყება ვალოვის გადაასვლა 300 ლარი медали არის ობელი ასევე ვალოვის მოუჩერი 500 ლარი გადაეცემა სუთიძე ბიძინას ებუთის აპლოდისმენტები პირველი ადგილი არა ეს იმათ რა გადაი პროები ამაგე ესენი პროებია ილოცავ ბიძინა მან დღეს კიდევ ერთხელ დამარცხდა რომ ბერბერი როლდესალი შეგვიძლია მithumetes გაფუჭებული იყო მისი ავტომობილი და ძალიან დასაფასებელია კიდევ ერთხელ დავაჭირდოთ აპლოდისმენტები დავით კუჭუხიძე მიულოცოთ დავითს ეხლა მაინც დაუდგა 300 ლარი და ასევე ვალულაინისგან 300 ლარი მოუჩერი გეტყვით დავით медали ნუ რა თქმა უნდა ჩემი ორგანიზატორებისგან 500 ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა ზურა ლობიძე მიულოცოთ წინა წამყვანის გამარჯვებული გახდა ზურა რომელიც ასევე საოჯახო ასაფასებელია მე წარმოიდგინეთ ეხლა ზურას რომ პროფესიონალ მომზადებული ალბომი გადავწეთ ალბათ აკრიჯოს აკაურებს ლიბეკას ამ დიმატების მეორე ბრძოლა საოჯახო მანქანებიდან და იქნება პირველი ადგილი ხო აში გეზარება გეზარება